დღეს ვისაუბრებთ პრემენსტრუალური სინდრომის უჩვეულო ნიშნებზე. თითქმის ნებისმიერ ქალს აქვს თვეში ერთხელ პერიოდი, როცა მისი შეგრძნებები მნიშვნელოვნად იცვლება და მისი სიმპტომები, ან მისი გრძნობები, ან მისი ემოციები. ხო, და ეს არ არის ქალის ბრალი, ეს არ არის სისუსტე, ეს არ არის რომ რაღაცას იგონებს, ეს არის ბიოლოგია და გეტყვით რა ხდება ამ დროს ქალის ორგანიზმში. ქალს აქვს მენსტრუალური ციკლი. ეს ციკლი არის დაახლოებით 1 თვე. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ეს ციკლი არის დაყოფილი 4 ნაწილად. და ეს 4 პერიოდი ძალიან გავს წელიწადის 4 სეზონს. ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. ზუსტად აი ესეთი მიმდევრობით აქვს დაახლოებით ქალს მენსტრუალური ციკლი და ახლა გეტყვით რა და როგორ. პირველი არის ზამთარი, მოკლე, ოღონდ აი ჩვეულებრივი სეზონისგან განსხვავებით, რო თქვათ, რომ ზამთარი და ზაფხული რო იყოს მოკლე და გაზაფხული და შემოდგომა იყოს დიდი. აი ეგეთი პერიოდია ქალს. ეხლა როგორ? ზამთარი არის აი ის სისხლდენის რამდენიმე დღე, რომელიც დაახლოებით 3-დან 7 დღემდე გრძელდება. უმეტეს ქალის შემთხვევაში 3 დღე. ეს არის როცა საშვილოსნოში დაგროვილი ქსოვილები, ზედმეტი ქსოვილები და ზედმეტი სისხლი გამოდის. ეს არის ფიქრობს არავინ რომ არის სისხლდენა როგორც ხელი რო გაიჭრა და ესე სისხლი მოდიოდეს ადამიანს, ეგ არ არის. მენსტრუაცია ეგ არ არის. მენსტრუაცია არის აი დაახლოებით რომ აუზში რო სისხლი დააგრო, სისხლი წყალი რო დააგრო და მე გამოუშვა, აი ამას შეესაბამება მენსტრუაცია. რომ საშვილოსნოში ის ქსოვილები და სისხლი არის დაგროვილი ისედაც და ისედაც არ იყენებს მას ორგანიზმი და ის გამოდის. ამის მერე დგება გაზაფხული, ანუ ფოლიკულური ფაზა ქვია ამას. ფოლიკულური ფაზა დაახლოებით გრძელდება 2 კვირა, შეიძლება 11 დღე იყოს და შეიძლება 21 დღე იყოს, ვარირებს, იმიტომ რომ ყველა ქალის მენსტრუალური ციკლი განსხვავებულია. ანუ გაზაფხული გრძელდება საკმაოდ დიდ ხანს მოკლედ და ესეთ დროს ქალს ემატება ენერგია, მეტი ამ დროს ქალის სასქესო ჰორმონები გამოიყოფა, ესტროგენები განსაკუთრებით და მოტივირებულია ქალი, უნდა გააკეთოს რაღაცები, უნდა მიაღწიოს ყველაფერს და ესე მოკლედ გაფურჩქნის ეტაპზეა ქალი და მის ხასიათიც უმჯობესდება, უფრო აქტიური ხდება, უფრო სოციალური ხდება, ადვილად ლაბილური აღარ არის და ამ დროს იდეალური დროა თუ უნდა ადამიანს მნიშვნელოვანი შეხვედრები დაგეგმოს, ან სერიოზული საქმეები გააკეთოს, ან რაღაცა ახალი წარმატებები წამოიწყოს რაღაცები, ეს არის ყველაზე კაი პერიოდი მოკლედ ქალისთვის. ამის მერე მოდის ზაფხული, ზაფხულიც როგორც ჩვენ ზაფხული გაელვება ხოლმე, აი ეგეთი გაელვება აქაც ზაფხული. ზაფხული არის ოვულაცია, ოვულაცია არის ის მომენტი, როცა კვერცხუჯრედი, ფოლიკული გასკდება, კვერცხუჯრედი გამოვა. მოკლედ მაგ დროს ქალი მზად არის განაყოფიერებისთვის და ეს პატარა ფანჯარა, ეს კვერცხუჯრედი ცოცხლობს 1-2 დღე რა. ან უპატარავესი ფანჯარა აქვს რეალურად ქალს განაყოფიერებისთვის და ამ დროს არის როცა ხდება დაორსულება. სხვა პერიოდში დაორსულება ვერ მოხდება. და ყველა მიცის რომ ისაც დაორსულება უნდა ხოლმე ელოდებიან ოვულაციას, ანუ ამ ზაფხულს ელოდებიან და მაგ დროს ქალი, ზოგი ქალი გრძნობს ხოლმე რაღაც წელის მიდამოში ტკივილს ცალმხარეს, მუცლის გრუნში ზოგი ცალმხარეს ტკივილს, ეს არის ფოლიკულის გასკდომის ტკივილი, ზოგი ვერც ვერაფერს ვერ გრძნობს. ზოგი ქალი სექსუალურად უფრო აქტიური ხდება მაგ პერიოდში, ზოგი არ ხდება, ანუ უნივერსალური ნიშნები არ არსებობს რომ თქვა, მაგრამ ის არის რომ ქალები უფრო მაგ პერიოდში უფრო ღია ხდებიან, უფრო სექსუალურადაც ღია ხდებიან მოკლედ და აი ამ პერიოდის თუ განაყოფიერება მოხდა მაგ დროს ქალი რჩება ორსულად, თუ განაყოფიერება ვერ მოხდა, იწყება შემდეგი ფაზა შემოდგომა. ან უპატარავესი ფანჯარა აქვს რეალურად ქალს განაყოფიერებისთვის და ამ დროს არის როცა ხდება დაორსულება. სხვა პერიოდში დაორსულება ვერ მოხდება. და ყველა მიცის რომ ისაც დაორსულება უნდა ხოლმე ელოდებიან ოვულაციას, ანუ ამ ზაფხულს ელოდებიან და მაგ დროს ქალი, ზოგი ქალი გრძნობს ხოლმე რაღაც წელის მიდამოში ტკივილს ცალმხარეს,
მუცლის გულში ზოგი სამხარეს ტკივილი, ეს არის ფოლიკულის გასკდომის ტკივილი, ზოგი ვერაფერს ვერ გრძნობს. ზოგი ქალი სექსუალურად უფრო აქტიური ხდება მაგ პერიოდში, ზოგი არ ხდება, ანუ უნივერსალური ნიშნები არ არსებობს რომ თქვა, მაგრამ ის არის რომ ქალები უფრო მაგ პერიოდში უფრო ღია ხდებიან, უფრო სექსუალურადაც ღია ხდებიან მოკლედ. და აი ამ პერიოდის თუ განაყოფილება მოხდა მაგ დროს ქალი რჩება ორსულად, თუ განაყოფილება ვერ მოხდა, იწყება შემდეგი ფაზა შემოდგომა. და აი ეს შემოდგომის ფაზა, ანუ ლუთეალური ფაზა ქვია. ეს შემოდგომა და ეს მეტაფორულად ვამბობ, რა თქმა უნდა, ოფიციალური სახელები არ არის ეგენი, უბრალოდ კარგად დასამახსოვრებლად რომ 4 სეზონს შეესაბამება ამის გამო. და ლუთეალური ფაზა დგება. ლუთეალურ ფაზაში რა ხდება ახლა? პროგესტერონი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ეს არის ასევე სასქესო ჰორმონი ქალის, რომელიც აუცილებელია ორსულობისთვის. და ოღონდ ამ დროსაც ძალიან საინტერესო ის რომ ეს პროგესტერონი მოქმედებს ტვინზეც. ეს პროგესტერონი მოქმედებს ნაწლავებზეც. ეს პროგესტერონი მოქმედებს კუნთებზეც და ეს პროგესტერონი მოქმედებს სისხლძარღვებზეც. იწვევს სისხლძარღვების მოდუნებას, კუნთების მოდუნებას, ნაწლავების მოდუნებას. ამიტომ ამ დროს ქალი ხდება შეშუპებული. ქალი ხდება უფრო დუნე, ნელი, ზოგჯერ დანაზებული, ზოგჯერ დამშვიდებული და ზოგჯერ პირიქით აფორიაქებული. ეხლა ვიღაცა იტყვის რატო? ანუ თუ ამშვიდებს ეს ჰორმონი, რატო ხდება ეს აფორიაქებული? ასეთი სისტემა არსებობს მოკლედ, რომ ეს პროგესტერონი თავის ტვინში გარდაიქმნება მოკლედ ბოლოს და მიიღება მოლეკულა, რომელიც პროგესტერონი აღარ არის, მაგრამ მოქმედებს თავის ტვინს GABA სისტემაზე, დამამშვიდებელ სისტემაზე მოქმედებს. და წესით ქალი უფრო დამშვიდებული და წყნარებული უნდა იყოს ამ დროს, ამ პროგესტერონი გარდაიქმნა იმ სხვა მოლეკულად და ამ მოლეკულას ქვია ალოპრეგნანოლონი. ჩვენთვის ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს რა ქვია, მაგრამ მაინც ჯამში ეს არის, რომ ეს მოლეკულა მოქმედებს GABA სისტემაზე. და GABA სისტემაზე, ან ზოგ ქალს ამშვიდებს, მოკლედ ზოგს პირიქით აფორიაქებს და უფრო მგრძნობიარეს ხდის. და ამ ბოლო დღეების განმავლობაში ის ქალებიც კი, ვიზეც ეს პროგესტერონი და ალოპრეგნანოლონი მოქმედებდა დამამშვიდებლად, ისინიც კი აგრესიულები ხდებიან. ანუ ეს გავს იმას, რომ მუხრუჭ და გეჭიროს ფეხი, გეჭიროს და უცებ აუშვა და გრძნობ როგორ შექანდა, მანქანა და წავიდა. დაახლოებით ეგეთ რაღაცას გრძნობს ქალი, ოღონდ ემოციებზე რომ გადაიტანო ეგ ყველაფერი, რომ მშვიდად ხარ, დაეცა ეს ესტროგენებიც, ალოპრეგნანოლონიც და აი GABA რეცეპტორებს დამშვიდებული მოქმედება ქონდა და მოიხსნა ეს მუხრუჭი და მერე აქტიური ხდება ქალი, ხდება აგრესიული და ასე შემდეგ. ამიტომ ახოლმე რომ ერთი მთავარი რჩევა არის კაცებთანაც და ქალებთანაც, რომ დაშორების გადაწყვეტილება და ეგეთი რაღაცები მენსტრუაციის დაწყებამდე 1-2 კვირით ადრე არ მიიღოთ. ეგ არის ძალიან არა მარტო დაშორება, არამედ საქმიან ურთიერთობებშიც და მნიშვნელოვანი ადამიანური გადაწყვეტილებები მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით არ უნდა მიიღოს არც კაცმა, არც ქალმა. ქალებს აქვს მენსტრუაცია, მაგრამ გულისხმობ რომ წყვილის ურთიერთობაში თქვა. მეორე მნიშვნელოვანი ნიშანი, რაც პრემენსტრუალურ სინდრომს ახასიათებს, არის მუცლის შებერილობა და შეშუპება. ეს რატო ხდება? ეს პროგესტერონი მოკლედ ანელებს ნაწლავების მოქმედებას, ნაწლავების გადაადგილებას, საკვებიც დიდხანს ჩერდება ნაწლავებში, გაზები, შებერილობა ვითარდება. ამას დამატებული ის, რომ სისხლძარღვები დუნდება, მოდუნებული სისხლძარღვებიდან სითხე ჟონავს ქსოვილებში და ქალს ემართება შეშუპება ადვილად და ამიტომ ანუ მუცელი თითქოს გაეზარდაო, ქალი გრძნობს მაგას, მუცლის გაზრდას და ეს არის ხოლმე ზოგჯერ გონიათ რომ ორსულობა ესე ემჩნევა უცებ, არ არის ეს რა თქმა უნდა ეგრე. და აი ამ შეშუპებას გრძნობს რეალურად, რომელსაც ყველა ქალს აქვს თავისი ციკლის მეორე ნახევარში ეს შეშუპება, რაც პროგესტერონით არის გამოწვეული და შებერილობა და ზოგჯერ შეკრულობაც. შემდეგი მნიშვნელოვანი პრემენსტრუალური სინდრომის ნიშანი არის მკერდის გრძნობელობის გაზრდა და ზოგ შემთხვევაში მტკივნეულობა. ეხლა მანდ რა ხდება? ეს ესტროგენები და პროგესტერონი, ქალის სასქესო ჰორმონები, მოკლედ მკერდის ქსოვილზე მოქმედებენ და მას აქტიურებენ, მას ზრდიან და ახლა ამ მკერდის გაზრდილ ქსოვილს და გააქტიურებულს დამატე ის, რომ სისხლძარღვებიც ფართოვდება პროგესტერონის გამო. ბევრი სისხლი მიედინება, სისხლიდან სითხე ჟონავს ირგვლივ მდებარე ქსოვილებში და რა მოხდება?
მკერდის ქსოვილის კომპრესია, ანუ ზეწოლა მოხდება. ეგ ზეწოლა იწვევს ზუსტად იმას, რომ ან მკერდის ქსოვილა გაზრდილია და მკერდში ტკივილის შეგრძნება აქვს ქალს. ესეც ძირითადად სითხის შეკავების ბრალი. შემდეგი ნიშანი პრემენსტრუალური სინდრომის არის სევდიანი განწყობა, ემოციური ცვლილება, მუდმივად ხასიათის ცვლილება. ეს არის პირდაპირ კავშირში ამ ესტროგენების დაცემასთან და ეს სეროტონინის არასტაბილურობა ვითარდება, სეროტონინი პასუხისმგებელია ბუნება განწყობილების სტაბილურობაზე და ეს სტაბილურობა მოიხსნება მოკლედ და ამიტომ ქალს მე ხასიათი ეცვლება და ეს PMS-ის დროს ან პრემენსტრუალური სინდრომის დროს ქალის ბრალი არ არის. ეს რაც აქამდე ვთქვი, თითქმის ყველა ქალს ახასიათებს, მაგრამ არის ნიშნები, რომლებიც ყველა ქალს არ ახასიათებს და ამ ნიშნებზე ვისაუბრებთ. პირველი არის თავბრუსხვევის შეგრძნება და გეგონება გონების დაბინდვის ან გონების დაკარგვის შეგრძნება. ესეც PMS-ის ნიშანია. ბევრ შემთხვევაში არაკლასიკური, მაგრამ მისი ნიშანია. ძირითადად ეს დამოკიდებულია და განპირობებულია იმით, რომ პროგესტერონი გლუკუნთებზე მოქმედებს სისხლძარღვებზე, ფართოვდება სისხლძარღვები და დროებით შესაძლებელია რომ შემცირდეს მომენტალურად, განსაკუთრებით თუ ადამიანი გამხდარია, თუ კი აქვს მინდრეკილება დაბალი წნევისკენ, შეიძლება მომენტალურად კონდეს შეგრძნება, რომ წნევა დაეცა და აი ეს თავბრუსხვევის შეგრძნება, რაღაცა განგაშის შეგრძნება, ის რაღაც გული წავა და თითქოს გულისცემა აუჩქარდა, ხო, იმიტომ რომ ამის მერე ჩაერთვება დაცვითი მექანიზმი, თუ კი ორგანიზმი ცირედით მაინც იგრძნობს წნევის დავარდნას თავის ტვინში, ამის დაკომპენსირებას ეცდება და მერე უკვე სიმპათიკური ნერვული სისტემა გააქტიურდება და სიმპათიკური ნერვული სისტემა ის რაც იწვევს გულის აჩქარებას, მერე ამას გრძნობს ქალი, კიდევ უფრო ეშინია, მერე შიშის შეგნებას და განგაშის რეჟიმში გადადის ორგანიზმი. და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ემართება ქალს, რომელიც მინდრეკილია შფოთვისკენ და პანიკური შეტევებისკენ. ეს დააპროვოცირებს შფოთვასაც და პანიკურ შეტევასაც. ამიტომ იმ ადამიანებს, რომელსაც აქვს ხოლმე მინდრეკილება ამისკენ, ეს პერიოდია, რა დროსაც პანიკური შეტევები უფრო მეტად ემართებათ და შფოთვა უფრო მეტად უძლიერდებათ. ეხლა ამ დროს რა უნდა გააკეთოს ქალმა? ამ დროს საკმარისია ღრმა სუნთქვა, 4 წამი ჩაისუნთქე, 6 წამი ამოისუნთქე, ღრმა და ნელი სუნთქვა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ეს აქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ამშვიდებს ადამიანს და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. ეს არ არის მოგონილი, ეს არის ბიოლოგია და ამით პირდაპირ დაეხმარება ქალი თავის ორგანიზმს. მეორე არაკლასიკური ნიშანი პრემენსტრუალური სინდრომის არის ძველი ტკივილების გახსენება, აი შეიძლება თუ მუხლებით კიო და ან წელით კიო და ამ ქალს ეს ტკივილები გაძლიერდეს და აი სხვა წელიც მტკივა იტყვის, ისიც მტკივა, მუხლებიც მტკივა, რაღაცა თითქოს ნაწლავები მეწვის და რაღაც ესეთი შეგრძნება. ხო, ეს შეგრძნებები იზრდება, იმიტომ რომ მენსტრუაცია რო ახლოვდება, ერთი რომ ეს პროგესტერონის და სასქესო ჰორმონების დაქვეითება იწვევს ტკივილის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას და მეორე რომ თვითონ მენსტრუაციაც ასოცირებულია ანთებითი მოლეკულების გამოყოფასთან, ან პირდაპირ ის ანთებითი მოლეკულები გამოიყოფა, რომელიც ხელს უწყობს ტკივილს. და თუ კი რამე ადამიანს აწუხებს, თუნდაც ის მცირედიც ძლიერდება და ადამიანს უფრო მეტად ტკივა. და ზოგ ქალს აქვს ინტრუზიული ფიქრები, ანუ თითქოს როცა ტვინი გიტევს, როცა შენი ტვინი, ანუ პრობლემა არ არის, მაგრამ ფიქრი მუდმივად არის დიდი პრობლემისკენ, რომელიც არ არის. ანუ და შემდეგი ნიშანი, პრემენსტრუალური ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც ქალებს უვითარდება, არის ინტრუზიული ფიქრები. ეს გავს შეგრძნებას, როცა ტვინი თითქოს გიტევს. თითქოს ტვინი აირჩევს რაღაც ერთ აკვიატებას და იმას ატრიალებს, მიუხედავად იმისა, რომ შენ არ გინდა. ან ტვინი გეუბნება, რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და არაგაცო არაფერი შენ შეიძლება ფიქრობ, რომ არაფერი არ მომხდარა. ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ტვინი გეუბნება, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. ეს არის ინტრუზიული ფიქრები. მგონია, რომ ყველაფერი ცუდად წავა და ერთ ცუდ აზრს ამოვიჩენებ და ვერ ჩერდები, ვერ ვაჩერებ ამ ფიქრს, ვერ გამდევნი ჩემი თავისგან. ეს არის ინტრუზიული ფიქრები, რომელიც
ასევე ახასიათებს პრემენსტრუალურ სინდრომს ზოგ შემთხვევაში და დაკავშირებულია რომ ეს სეროტონინი, რომელიც არის დამამშვიდებელი ნორმაში, სეროტონინის დონე მცირდება, სეროტონის აქტივობა მცირდება, იმიტომ რომ ქალისასქესო ჰორმონები ეცემა. ეს ქალისასქესო ჰორმონები პასუხისმგებელია სეროტონინის სტაბილურობაზე, მოკლედ და სეროტონინი ხდება არასტაბილური და მერე უკვე ირთვება აი ის შიშის ცენტრი, კონტროლის დაკარგვის ცენტრი, რადგან სეროტონინი და პრეფრონტალური კორტექსის აქტივობაც შემცირებულია. და ამიგდალა, რომელიც ტვინის ნერვული ცენტრია, მისი აქტივობა იზრდება და იქ არის შიშის ცენტრიც და ეს შიში ეუფლება ქალს. ახლა როგორ მოვიქცეთ? პირველი არის რომ თუ კი ადამიანს იცნობ და თუ შენი ახლო ადამიანია, პრემენსტრუალური პერიოდი როცა აქვს, უნდა ეცადო რომ არ ედაო და არ ეკამათო. ქალმაც უნდა იფიქროს რომ სამ მძიმე და მნიშვნელოვან განსხვავებას მიიღებს, ეს ჩემი PMS-ის ბრალი ხო არ არის. იმიტომ რომ ძალიან ემოციურად ლაბილური შეიძლება იყოს ესეთ დროს. ამიტომ სერიოზული გადაწყვეტილებისგან მაგ დროს თავი უნდა შეიკავოთ. ქალმა უნდა ეცადოს რომ შეინარჩუნოს მინიმალური რუტინა. არ არის აუცილებელი რომ პრემენსტრუალური სინდრომის დროს ძალიან დაიტვირთო თავი, მაგრამ ის სასურველია რომ იმოძრაო დღის განმავლობაში იარო, შხაპი მიიღო, 20 წუთის განმავლობაში იარო, ფიზიკური აქტივობა გქონდეს, ნორმალური კვება გქონდეს, ერთი პატარა საქმე გააკეთო და დროზე დაიძინო. ეგ არის ის მინიმალური, რაც ქალმა ამ პირობებში უნდა გააკეთოს. ახლა რა ეხმარება ქალს, როცა აი პრემენსტრუალური სიმპტომები ესეთი გამორჩეული აქვს ქალს, ან ძიმეთ მიმდინარეობს. ერთ-ერთი პრეპარატებიდან გამოიყენება ხოლმე სეროტონის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ანუ ანტიდეპრესანტები. ეს ანტიდეპრესანტები ეხმარება სეროტონის დასტაბილურებაში და სიმშვიდეში ქალს და შფოთვების და პანიკური შეტევების და გაღიზიანებულობის, ტირილის, შფოთვის, ინტრუზიული აზრების, დეპრესიული განწყობის და ანჰედონიის შემცირებაში. ეს არ არის სისუსტის წამალი, ეს უბრალოდ ასტაბილურებს ტვინში ნეიროტრანსმიტერებს და აგვარებს ამ პრობლემას. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება ხოლმე კონტრაცეპტივების გამოყენება, მაგრამ უნდა მოხდეს ჰორმონების განსაზღვრა და ექიმთან კონსულტაციის პირობებში, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ანტიდეპრესანტები. ხოლო რაც შეეხება საკვებ დანამატებს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ქალმა მიიღოს, არის D-ვიტამინი, რადგან D-ვიტამინის დეფიციტი თითქმის ყველა ადამიანს აქვს და კალციუმისთვის მნიშვნელოვანია და კალციუმის სტაბილურობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს სიმპტომები მათ შორის ტვინის და ეს შფოთვა და ან კუნთების ზედმეტი სისუსტე და ესეთი სიმპტომები არ განვითარდეს, ანუ ჯამურად ნერვულ და კუნთოვან სიმპტომებს შველის D-ვიტამინი და კალციუმი რაღაც დონეზე. ნუ თუ მისი დეფიციტია, თორე თუ ყველაფერი კარგად ამაშინ დამატებით კალციუმიც და დამატებით D-ვიტამინიც არა საჭირო, მაგრამ ადამიანის უმეტესობას მისი დეფიციტია. ამიტომ 1000-დან 2000 საერთაშორისო ერთეულამდე D-ვიტამინი მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო დანამატად. მეორე და მესამე, რასაც ვიტყოდი, არის B6 და B12 ვიტამინი. B12 ვიტამინი განსაკუთრებით ნერვული სისტემისთვისაა ორივე, სეროტონინის, დოფამინის, GABA-ს რეგულირებისთვის, მათ შორის B6 და B12 კიდე ნეირონების სტაბილურობისთვისაა, მიელინის სინთეზისთვის არის და ნერვული სისტემის უკეთესი ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აი B-ჯგუფის ვიტამინები მან ყველაზე მნიშვნელოვანია B6-ც და B12-ც. ამიტომ აი დაბუჟების შეგრძნებას, ნერვულ სიმპტომებს ხშირად B ვიტამინი შველის ხოლმე, ოღონდ ეგეც იმ შემთხვევაში, თუ კი მისი დეფიციტი აქვს და მისი დეფიციტი ქალებს ხშირად აქვთ. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია, რომ მაღალი დოზებით B ვიტამინების მიღება არ შეიძლება, თორე თვითონ შეიძლება მაღალი დოზებით B ვიტამინი გახდეს პრობლემა. ამიტომ ეს უნდა მოხდეს დაბალი დოზებით. და შემდეგი საკვები დანამატი არის მაგნიუმი. მაგნიუმი ეხმარება ნერვულ სისტემას დასტაბილურებაში და ასევე შფოთვების შემცირებაში, განსაკუთრებით ქალებს პრემენსტრუალური სინდრომის დროს ეს აქვთ და 200-დან 300 მილიგრამამდე, 400 მილიგრამი არის ხოლმე როგორც წესი ის დოზა, რომელიც არის მისაღები და სასურველი მაგნიუმის გლიცინატი ან ციტრატი, ოქსიდი არ არის სასურველი. ომეგა-3 ასევე თუთია, გინკობილობა, ესენიც ასევე ეხმარება პრემენსტრუალური სინდრომის დროს, მაგრამ სპეციალურად მათთვის არ არის, თუმცა რაღაც
დონეზე შესაძლებელია რომ დაეხმაროს. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.